მოგესალმებით ჩემო გოგონებო. გთავაზობთ საჯარო გაშლას პირად ურთიერთობაზე. ეს გაშლის საკითხი და იდეა მომეწოდა ჩემო ერთ-ერთმა გამომწერმა და დიდი მადლობა მას ამ იდეისთვის. ეს იქნება თქვენი პარტნიორის ადამიანის, ვისაც შევთქვათ, მისი ფარული გრძნობები, ემოციები და დამოკიდებულებები რომ ნახოთ. ანუ ძირითადად გაშლა ეხება იმ ადამიანებს, ვისაც ყავთ პარტნიორები, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც არ ამჟღავნებენ თქვენს მიმართ ემოციებს, ან შეიძლება ამ ეტაპზე იყოთ დაპაუზებულ სიტუაციაში და გაინტერესებთ ამ ადამიანის დამოკიდებულებები, ხო? კითხვები იქნება სულ ესე იგი მისი ფარული გრძნობები, მისი ფარული ფიქრები, რას გეტყოდათ ახლა ეს ადამიანი და ზოგადად რა მოქმედებას განახორციელებს ახლო პერიოდზე. ახლო პერიოდი ჩავთქვით თავად თქვენ ინდივიდუალურად, რა დროც გსურთ, იქნება ეს 2 კვირა, 3 კვირა, 1 თვე, 2 თვე, რაც გსურთ, თავად ვარიანტის შერჩევისას ჩავთქვით ეს დრო, ხო? და ნახოთ იმ პერიოდში რა მოქმედებას განახორციელებს ეს ადამიანი. სანამ ახლა უშუალოდ გაშლას დავიწყებ და თქვენ წაიჩვენთ თქვენ სასურველ ვარიანტს, აი 4 ვარიანტიდან, ძალიან გამიხარდებათ თუ გამოიწერთ ჩემს YouTube გვერდს და გამომყვებით, ასევე თუ მომეწვით იდეებს, რა კითხვაზე ისურვებთ გაშლას და ამასთანავე გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემი Facebook-ის გვერდს, სადაც ყოველდღურად ვანთავსებ ვიდეოებს, აირჩი დღის არკანი და ვიგებთ რა სიახლეები და გამოწვევები ველდება იმ კონკრეტულ დღეს. იმედი მაქვს, რომ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, კონცენტრირდით იმ ადამიანზე, იფიქრეთ, ვიზეც ჩაუთქვით ეს კითხვა და ეს გაშლა და ვნახოთ ახლა პასუხები. ვნახოთ მათ, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. კი ბატონო. პირველი ვარიანტის შემთხვევაში ამ ადამიანის გრძნობები და ემოციები რაც არის, ხო? არის ზოგადად დადებითი, მაგრამ თვითონაც ბოჭავს ეს ემოციები ამ ადამიანს. ძალიან ჩაკეტილი არის ეს ადამიანი. შეიძლება ეხლა ამ ეტაპზე დეპრესიულ პერიოდსაც გადიოდეს ეს ადამიანი და არათუ გრძნობების გამომჟღავნება საერთოდ და გრძნობების გამოხატვა საერთოდ არაფრის გაკეთების სურვილი შეიძლება არ ქონდეს ამ ადამიანს თავისი ცხოვრების აი ამ ეტაპზე, თავის ცხოვრებაში და შესაბამისად თავის გრძნობებსაც არავლენს. ძალიან კარგად ცდილობს და ახერხებს იმას ეს ადამიანი, რომ გრძნობები არ გამოამჟღავნოს და პირიქით შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში ცოტა ცილებად და უხეშადაც იქცეოდეს ესე რა ვთქვათ და გარკვეულ მდგომარეობაში გამყოფებდეთ მისი ესე რა ვთქვათ გამოხატულებები, ხო? რაც შეეხება უშუალოდ, კი ბატონო. რაც შეეხება უშუალოდ მის ფარულ ფიქრებს, მისი ფიქრები ის არის, რომ თქვენამდე მოვიდეს, თქვენამდე გამოვიდეს კომუნიკაციაზე, რაღაცა კომუნიკაცია დაამყაროს თქვენთან, უფრო შეტყობინება გამოგიგზავნოთ, ანუ თითქოს ის რა გრძნობებსაც თუ ემოციებსაც მალავს და ფარავს და გულში იკეტავს, ხო? აი შეიძლება ეს ადამიანი ბოლომდე წარდგებოდეს ამ გრძნობებში და ემოციებში თავის თავს, რაც თქვენს მიმართ აკავშირებს. თითქოს აი ამისი გამოხატვა სურს, აი ამისი გამოხატულება უნდა და ფიქრობს, რომ რაღაცა გათმოდგას ნაბიჯი აი ამ ემოციების გამომჟღავნებისა. ახლა ამ ეტაპზე ეს ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ ემოციური პერიოდი აქვს და ემოციურად თქვენი გვერდში დგომა სჭირდება. აი შეიძლება რაიმე კარგი რჩევაც კი მიიღოს თქვენგან, შეიძლება ეს ადამიანი ელოდებოდეს, რომ აი როგორც არკანზე არის ახლა გამოსახული, რაღაცა გვერდში დაუდგებით, იზრუნებთ, რაღაცით გაამხნევებთ და კარგი მითითებებს და მიმართულებებს მისცემთ. რაც შეეხება უშუალოდ ახლო პერიოდის მოქმედებაზე, იცით როგორ არის დიდი მოქმედება აქ არ არის, უბრალოდ ამ შემთხვევაში ვხედავ, რომ შეიძლება რაიმე სახის შეტყობინება მიიღოთ ამ ადამიანის მხრიდან, იმიტომ რომ ესეც რაღაცა ემოციებმა ისე აიყოლიოს, რომ აი ეს ნაბიჯი გადმოდგას ემოციურ ჭრილში, ესე რა ვთქვათ, და რაიმე გითხრათ, რაიმე შეტყობინება მიიღოთ, უფრო აი ამას ვხედავ რა აქ და არა იმას, რომ რაიმე სერიოზულ ნაბიჯს გადმოდგავს და რაღაცა დიდ საფუძველს ჩაუყრის ურთიერთობას. ან პატარა ნაბიჯი იქნება, პატარა მოქმედება იქნება ამ ადამიანის მხრიდან, უფრო შეტყობინებას მიიღებთ. აი ეს მოდის აქ, აი ეს მოქმედება იკვეთება ამ შემთხვევაში. იმედია რომ რეზონირდა ეს ვარიანტი თქვენ
შემთხვევაში ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. ამ ადამიანის ფარული გრძნობები, ფარული ფიქრები, რას გეტყოდათ ახლა და რას მოიმოქმედებს. იცით როგორ არის? გრძნობები ამატებს ამ ადამიანს უჩვენს, რომ გაჩერებული აქვს გრძნობები, ან უბრალოდ თავს აიძულებს იმას, რომ არ გამოხატოს გრძნობები ემოციები და არ იფიქროს ბევრი თქვენზე, იმიტომ რომ გრძნობების ჭრილში უფრო არ გაუღვივთ ეს სიტუაციები და მდგომარეობები. ამ ეტაპზე ამ ადამიანს ხედავ და ჩანს გაშინა გამდინარე, რომ პირადი ურთიერთობების გააქტიურებით თქვენთან რაღაცა შეიძლება ნაკლებად იყოს დაინტერესებული და სხვა მატერიალურ საკითხებზე იყოს გადართული ეს ადამიანი. ანუ შეიძლება იყოს დადებითი განწყობები, მაგრამ მე ახლა პირადის დრო არ მაქვს, სხვა საკითხებს უნდა მივხედვა. ესეთი განწყობა აქვს ამ ადამიანს. თქვენთან მიმართებით ფიქრებს ხედავ იმას, რომ მე ხარ რაღაცების გაკეთება მეზარება და არ მინდა ხა თუ თვითონ მოიმოქმედებს რაიმეს, ხო კარგით ვარ და მე აბა რა მოვიმოქმედო ახლა მე ვარ ადამიანი, რომელიც აქეთ ყველამ უნდა განახორციელოს ჩემთან მოქმედებები და არა თუ ის რომ მე განახორციელო ვინმესთან მოქმედებები. აი ესეთი განწყობა აქვს რეალურად ამ ადამიანს, რა ესეთი ფიქრები აქვს. რას გეტყოდათ ახლა? ამოგვივიდა აქ ახლა ხმლების დედოფალი, ცოტათი ცივი არკანი არის ეს, რაღაცა შეიძლება ეს ადამიანი თქვენს მიმართ განაწყენებული არის, ან რაღაცაზე გაბრაზებული შეიძლება იყოს და დიდათ არაფრის თქმასაც, არ უნდა, შეიძლება უბრალოდ ის თქვას, რომ მე რაღაც მეწყინა შენგან, მე რაღაც არ მესიამოვნა და ამი ცუდად უხეშად შეიძლება და რომ გამოიხატა ახლა თქვენთან მიმართებით. რაც შეეხება მოქმედებას. მოქმედებაში ყავს ჩამოკიდებული კაცი და ეს სიტუაცია არ ნიშნავს, რომ რაიმეს მოიმოქმედებს ეს ადამიანი. ანუ არ გეგმავს რა მოქმედებას, თითქოს რაღაცა განრიდებული არის სიტუაციას და ვერ ვხედავ, რომ რაიმეს არ მოქმედებას, არ იმეს გამოსწორებას, არ იმეს დაალაგებას ცდილობს ურთიერთობაში. თუ თქვენ მოიმოქმედებთ რამეს, ხომ კარგი თუ არა და აი ზედმეტად ცოტა ამპარტავნულ სიტუაციებში და მდგომარეობებში არის ეს ადამიანი გადასული. ამ შემთხვევაში ეს გამოვლინდა მეორე ვარიანტში. ვნახოთ მესამე ვარიანტი, რას გვეტყვის. კი ბატონო, გრძნობები, ფიქრები, რას გეტყოდათ და მისი მოქმედება. ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, დავიწყოთ ამით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი პიროვნება ხართ, რომელთან ურთიერთობაც მისთვის თქვენთან ურთიერთობა არის ძალიან საინტერესო. უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ვიყურებდეთ მესამე ვარიანტი, ვინც აიჩეთ, ვისაც უკვე რაღაცა ურთიერთობა იყო და ამ ურთიერთობას აქვს ძალიან კარგი და მყარი საძირკველი. იმ შემთხვევაში თუ ეხლა იწყებთ ამ ადამიანთან ურთიერთობას, არამედ ცოტა ახალი დაწყებულია და პატარა პრობლემები არის, მინდა გითხრათ, რომ ძლიერი კავშირები მოდის თქვენ შემთხვევაში და სერიოზული გრძნობები და ემოციებში გადაიჭრებით. ხოლო ვინც ურთიერთობაში ხართ, თქვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანისთვის ძალიან ძვირფასი ხართ და ძალიან სერიოზული განწყობები აქვს მას თქვენთან მიმართებით. ფიქრობს, რომ რაღაცა სიტუაციებში ჭირდება დრო, რომ თავისით დავაგდეს და მოგვარდეს. ფიქრობს, რომ რაღაცები უნდა მიენდოს, ასე ვთქვათ, დროს უნდა მიენდოს, რა, შეიძლება ესე პირდაპირ ამას თქვენთან არ ამიშხავნებდეს, მაგრამ ფიქრობს, რომ რაღაცებს თავისი დროს ჭირდება, რომ დაალაგდეს, გამოსწორდეს, რაღაცა ყველაფერი რომ წყორფში ჩადგეს. რას გეტყოდათ ახლა? ახლა ეს ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ ფიქრები და ეჭვები, რაც მას აწუხებს, ასევე თქვენს გაწუხებთ და ხედავს ამას, რომ თქვენს გაწუხებთ, არის არარეალური და რეალობას მოკლებული. თითქოს ეს დროის მომენტი, რაც ახლა აქ ფიქრებში დავინახეთ ამ ადამიანს, დაეხმარა იმის გაანალიზებაში, რომ რაღაცა წარმოდგენები, რაც ქონდა შექმნილი თქვენთან მიმართებით, ეს არარეალური იყო, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, რაც მოკლედ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით არ იყო ეს ყველაფერი. შეიძლება ის იყოს, რომ ან ძალიან ბევრს ეჭვანობდა ეს ადამიანი, ან რაღაცა გაუგებრობაში მოყავით, სადაც თქვენ ან მართალი არ ეგონეთ, ან სიტუაციურად დამნაშავე ეგონეთ და ანუ ახლა მას გეტყოდათ, რომ გაგამართლებდათ რა, ისე ვთქვათ, რომ ის რაც მოხდა, ხო? რაღაცა დრო გავიდა, მივხვდი, გავაანალიზე, რომ რაღაცებში შევცდი, რაღაცებში არ ვარ მართალი. აი, ამას გეტყოდათ ახლა ეს ადამიანი, რაღაცა აღიარებით სიტუაციას ხედავ.
მოქმედებაში ჩანს ის, რომ ისეთი მშვიდად და წყნართმოყვა ეს ადამიანი თქვენამდე ისეთი ბედნიერი და ხალისიანით მოbrunდება თქვენ შემთხვევაში, რომ რა პრობლემასაც, რა სიტუაციასაც არ უნდა გადიოდეთ, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის და გაივლის, ესე რომ ვთქვათ, მარტივად. ასე რომ ნაბიჯების გადმოდგმას ფიქრობს ეს ადამიანი და ისე მოსულს, რომ ვითომ არაფერი მომხდარა, იმიტომ რომ გარკვეულად წილად გამოეკვა ხო იმ სიტუაციებში, რაც აწუხებდა. და ნახოთ ბოლო მეოთხე ვარიანტი. კი ბატონო, ნახოთ აბა აქ რა გვაქვს. განწყობა და გრძნობები რეალურად ამ ადამიანს აქვს კი, ნამდვილად, მაგრამ მიჩვენებს, რომ შეიძლება ეს განწყობა და გრძნობები რაც იყო, ხო, უფრო შეიძლება წარსულში იყო, უფრო შეიძლება რაღაცები წარსულში გაკავშირებდათ და ეს ყველაფერი ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ეხლა ვინც მიყურებთ, ან უკვე კარგი ხანი რაც დასრულებული, ან გაჩერებული გაქვთ სიტუაცია, ან ეხლა ხანს გაჩერდით და რაღაცა ეს ადამიანი აღიქواس რომ წარსულში როგორი კარგი გრძნობები და ემოციები იყო. ანუ მისი ფარული გრძნობები არის ის, რომ რაღაცა იყო კარგი წარსულში, მაგრამ დღეს მდგომარეობით იმ სხეულს არ მოხდა ენერგიას ურთიერთობაში ვეღარ გრძნობს ეს ადამიანი. ფიქრებში მისი ფიქრები არის ის, რომ განცალკევებითა თავისთვის ყოფნა უნდა, შეიძლება სიტუაციურად დაიღალა, შეიძლება ენერგეტიკულად გადაიღალა ეს ადამიანი და რეალურად არ სურდეს ესა რომ ვთქვათ თავისი ემოციების და თავისი სიტუაციების ბოლომდე გაზიარება. ანუ აი გადავიღალე მდგომარეობით რაღაცა ჩემთვის მარტო განცალკევებით ყოფნა მირჩევია, აი ესეთი განწყობები მოდის აქ. რაც შეეხება უშუალოდ იმას თუ რას გეტყოდათ ახლა, ნახეთ ახაც იგივე გაგვიმეორდა. ადამიანი არის მარტო თავისთვის რაღაცა ემოციურ განწყობებზე, ხო? ჩემთვის მინდა ყოფნა, მარტო მინდა დარჩენა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ დაგივიწყებ და რაღაცა ყველაფერს უცვის, უბრალოდ ეხლა მაქვს ესეთი პერიოდი. მე მინდა ჩემთვის მარტო განცალკევებით ყოფნა. აი, ამას გეტყოდათ ეს ადამიანი. მოქმედებებში ვერ ვხედავ ეხლა აქ გვაქვს ხუთიანი ის ხმლები, ვერ ვხედავ რომ ეს ადამიანი ეხლა მით უმეტეს ახლო პერიოდზე რაიმე მოქმედებას აპირებდეს, იმას უნდა თავისთვის ყოფნა, განცალკევებით ყოფნა, დაფიქრება, ყველაფერი კარგად დაწონოს და მე სერიოზული გადაწყვეტილების მიღება ურთიერთობასთან მიმართებით. ასე რომ ვერ ვხედავ რაიმე სურვილი ჰქონდეს ამ ადამიანს, ან ფიქრობდეს მოbrunებას ან მოსვლას. უფრო განცალკევებით, განმარტოვებით ყოფნა უჯობს მას. ეს იყო მეოთხე ვარიანტი. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ გაშლა და წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ.